სალამი ყველას, მე ვარ ელენე, ციფრული პროდუქტების მენეჯერი და დღეს მოგიყვებით იმ პროდუქტის შესახებ, რომელიც ჩაეშვა სულ რაღაც 26 აგვისტოს და დაჭირდა სულ რაღაც რამდენიმე დღე იმისთვის, რომ ყველა ლიდერბორდში დაეკავებინა პირველი ადგილი. ვსაუბრობ Google-ის ახალ პროდუქტზე, Nano Banana-ზე, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ შექმნათ და დააკორექტიროთ ნებისმიერი სურათი, რაც კი შეიძლება ოდესმე წარმოიდგინოთ. ეს არის ხელსაწყო, რომელიც ძალიან ბევრ თქვენგანს Photoshop-საც კი ჩაგინაცვლებთ. ამ ვიდეოში გაჩვენებთ უამრავ რეალურ use case და პრაქტიკულ მაგალითს, ასე რომ მოემზადეთ საინტერესო ვიდეოსთვის. მანამდე კი არ უნდა დაგავიწყდეთ არც არხის გამოწერა და არც ვიდეოს დალაიქება. პირველ რიგში დავიწყებთ მარტივი მაგალითებით. საწყის ეტაპზე, როგორც ხედავთ, თხოვე ჟურნალის გარეკანზე გამოსახვა, მივაწოდე ჩემი selfie და ძალიან მარტივი პრომპტი. ვფიქრობ, რომ კარგია. დიდად არ მგავს სახეზე და სამწუხაროდ ეს general ამბავია, რომ ერთ-ერთი AI პროდუქტი ჩემს სახეს კარგად ვერ სვამს და რასაც მიცვლიან ძირითად შემთხვევაში. თუმცა ვფიქრობ, რომ დავალება კარგად შეასრულა, გაითვალისწინა ისიც, რომ Elena About AI-ც უნდა ყოფილიყო ამ დაგენერებულ ფოტოზე. მოდი დავუწეროთ 10-დან 7 იყოს. შემდეგი დავალება, რაც ვთხოვე, იყო შემდეგი, რომ ეს კოსტუმი, რაც მათ სვინდოდა უფრო ფემინური ყოფილიყო და მიუთითე რომ ყოფილიყო კონკრეტულად ცისფერი. შედეგი დიდად კმაყოფილი არ ვარ. ფერი ბუნებრივია, ძალიან კარგად და მარტივად შეცვალა, თუმცა სტილი დატოვა სრულიად იგივე. ოკეი, იყოს 10-დან 7. მოდი ახლა ვთხოვოთ, რომ ჩემი ფოტო აქციოს პროფესიონალ სტუდიაში გადაღებულ ფოტოდ. ტანსაცმელზე აქცენტი არ გამიკეთებია, თუმცა კარგია წინა ფოტოსთან შედარებით. ეს ნამდვილად გავს ქალისტანის ამოს. სახე შევაფასებდი 10-დან 5 ქულით, იმიტომ რომ როგორც ვხედავთ, როგორც ყოველთვის არ მგავს. შემდეგი დავალება იყო ის, რომ მინდოდა, რომ უფრო გრძელი თმა მქონოდა და გავექერავებინე და იდეალურად გაართვა. თავი ჩემი აზრით, ეტყობა ესე ახლოდან რომ მივაზუმოთ, ეტყობა რომ ნამდვილად AI-ის ნამუშევარი არის, მაგრამ საბოლოო ჯამში დავუწერ 10-დან 7 ქულას. პრომპტებს რაც შეეხება, როგორ უნდა ესაუბროთ სწორად Nano Banana-ს, ამ ყველაფერზე დეტალურად ვიდეოს ბოლოს ვისაუბრებ. მოდი გადავიდეთ ფილმების პოსტერების შექმნაზე. ავუსრულოთ პატარა ელენეს ოცნება და გამოვსახოთ ელენე ჰარი პოტერის გარეკანზე. ისევ იგივე selfie ჩავუგდე. მიუხედავად იმისა, რომ მე და სნეიპი საერთოდ არ ვგავართ ჩვენს თავებს, ეს რომ სნეიპია საერთოდ ვერ ვიფიქრებდი. საბოლოო ჯამში პოსტერი მომეწონა. ჰარი და ჰერმიონა გადასარევად გამოიყურებიან, ასევე ძალიან მომწონს სათაურის დეტალებიც, ძალიან კარგად მოუარგო ჰარი პოტერის ფორმაც და ასევე ჩემი პრომპტი მოიცავდა იმას, რომ აუცილებლად გრიფინდორის ფორმაში უნდა ყოფილიყავი და ეს გადასარევად შეასრულა. შემდეგ ვთხოვე, რომ სნეიპი მოეშორებინა, რასაც იდეალურად გაართვა თავი და საბოლოო ჯამში მივიღეთ შემდეგი პოსტერი. სანამ პოსტერებზე ვართ, კიდევ ერთი ოცნება ავუსრულოთ პატარა ელენეს და ამჟამად გამოვსახოთ ჰანა მონტანას გარეკანზე. სახეზე ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო კარგი არის ვიდრე წინა ჰარი პოტერის პოსტერი, თუმცა რა თქმა უნდა არ მგავს და რა თქმა უნდა სხვა რასის წარმომადგენელი ვარ. რაც შეეხება მაილის, როგორც ხედავთ, მარჯვენა არის, ანუ მაილის 100%-ით ნამდვილად არ გავს, უფრო სათამაშო მაილის გავს, თუმცა ეს ვაიბი, ჰანა მონტანას ბრჭყვიალები, დეტალები ძალიან კარგად აღიქვა, ესე ვფიქრობ. გადავიდეთ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ кейსზე, რაშიც Nano Banana-ს ძალიან აქტიურად ვიყენებ. თუ კი გსურთ ნებისმიერ ფოტოზე, ნებისმიერი დეტალის ჩანაცვლება, Nano Banana ამ ყველაფერს აკეთებს თითქმის 10-დან 10-ზე. მაგალითისთვის, თუ კი გსურთ რაიმე ტანისამოსის მოსინჯვა დისტანციურად და არ იცით მოგიხდებათ თუ არა, Nano Banana არის იდეალური გამოსავალი ამ შემთხვევაში. როგორც ხედავთ, მივაწოდე მანტოს ფოტო და ჩემი selfie და ვთხოვე ძალიან მარტივი პრომპტის საშუალებით, რომ ეს მანტო ჩაეცვა. შედეგით დიდად აღფრთოვანებული არ ვარ და ალბათ ახსნა არ მჭირდება, რატომ არ ვარ აღფრთოვანებული. მერე მივხვდი, რომ საქმე და პრობლემა ჩემს selfie-ში შეიძლება ყოფილიყო და სხვანაირი selfie მივაწოდე. როგორც ხედავთ, ამ ფოტოში ვდგავარ და ვფიქრობ, რომ AI-ისთვის უფრო მარტივად აღსაქმელი იქნებოდა თუ რა უნდა გაეკეთებინა ამ მანტოსთვის და როგორ უნდა მოერგო ჩემზე. ვფიქრობ, რომ შორიდან იდეალურად დგას, თუმცა ახლოდან რომ მივაზუმოთ, ნამდვილად გავს AI-ის გაკეთებულს. შემდეგი დავალება, როგორც ხედავთ, რაც მივეცი, რომ მინდოდა ჩემი შავი ჩანთა ჩაენაცვლებინა აი ამ ჩანთით, რომლის ფოტოც ასევე მე მივაწოდე და ეს დავალება ვფიქრობ 10-დან 10-ზე შეასრულა. ვერც კი ვიფიქრებ საერთოდ, რომ ხელოვნური ინტელექტის დარედაქტირებული არის ეს ფოტო. იმდენად იდეალურად დგას ჩანთა ფოტოში. მართლა 10-დან 10 დაუწერ ამ დავალებას. შემდეგ უკვე ვთხოვე, რომ სათვალეც ჩაენაცვლებინა.
მანტოზე უკეთესი არის, მაგრამ ჩანთასავით კარგად ვერ მომარგო, ასე რომ დავუწეროთ 8.5-10-დან. ბოლოს წინა დავალება, რაც მივეცი, იყო შემდეგი რამ, მინდოდა რომ ჩემი ლეპტოპი შავი ჩანთა ჩაენაცვლებინა ვარდისფერი ფოტოთი. ამ შემთხვევაში უკვე კონკრეტული ვარდისფერი ჩანთის ფოტო არ მიმიცია, თავისი ინტერპრეტაციით დაარედაქტირა ეს ფოტო და როგორც ხედავთ, ეს დავალება ბრწყინვალედ შეასრულა, ამაშიც 10-დანაც დავუწერ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩანთების დარედაქტირებაში ნანო-ბანანა არის პირველ ადგილზე. ამ ნაწილის ბოლო დავალება იყო, რომ ლიფტის ხედი შეეცვალა, მინდოდა რომ ლიფტი ყოფილიყო გამჭვირვალე, უკან სეულის ხედით. ფიქრობ, რომ პრობლემა ჩემს პრომპტშია, უფრო გასაგები დავალება უნდა მიმეცა, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ეს ფოტო ძალიან მომწონს. ანუ მე რო ეს ფოტო დამედო, დარწმუნებული ვარ, ვერავინ ვერ მიხვდებოდა, რომ 70% ამ ფოტოსი არის აწყობილი ხელოვნური ინტელექტით. თუმცა რა თქმა უნდა, ჩემი ფოტო დაიდებოდა AI ლეიბლით, რაც ყველას მიგახვედრებდათ, რომ ეს ნამდვილად AI-ის ნამუშევარია. შემდეგი დავალება, რასაც ნანო-ბანანა იდეალურად ართმევს თავს, არის მერჩის შექმნა. საკმარისია ნანო-ბანანას თქვენი ლოგო მიაწოდოთ და უთხრათ კონკრეტულად რაზე გსურთ მისი გამოსახვა. ჩემი პირველი დავალება იყო ლოგოს განთავსება გადასაკით ჩანთაზე, იგივე tote-bag-ზე. შედეგი ძალიან ბუნებრივი და რეალისტური გამოვიდა. მომდევნო დავალებისთვის ვთხოვე, რომ შეექმნა ფოტო გოგო კაფეში, რომელსაც მერჩის ჩანთა ეკეთებოდა. დავალება საკმაოდ მარტივად შესრულდა, ფოტო ბუნებრივად გამოიყურება და გარემოც ჰარმონიულად ერწყმის ბრენდს. ამის შემდეგ უმარტივესი პრომპტით ვთხოვე ღიურისა და კალმის დაბრენდვა, მაგრამ შედეგში, როგორც ხედავთ, თავადვე დაამატა დაბრენდილი ჭიქაც. შემდეგ ეტაპზე დავალება ოდნავ გავართულე. ვთხოვე, რომ ფოტოზე ყოფილიყო გოგონა, რომელიც წერს ჩემს მერჩის ღიურში, სვამს ყავას ჩემი მერჩის ჭიქით და უყურებს ჩემს YouTube არხს. ბუნებრივია ვიდეო სკრინშოტიც მე მივაწოდე. დაგენერირებული ფოტო კარგად გამოიყურება, თუმცა როგორც ხედავთ, შეცვლილია ლოგო. ეს ის ლოგო არ არის, რაც პირველ პრომპტში მივეცი ნიმუშისთვის. ნანო-ბანანას აქტიურად იყენებენ ინტერიერის დიზაინის გასაუმჯობესებლადაც. რა თქმა უნდა, პროფესიონალ დიზაინერს ვერ ჩაგინაცვლებთ, მაგრამ თუ ბიუჯეტში არ ჯდება დიზაინერის აყვანა და უბრალოდ გჭირდებათ მიმართულების მიცემა, დეკორის უკეთ დაგეგმა ან რაიმე ინსპირაცია, ნანო-ბანანა არის იდეალური გამოსავალი. რთული პრომპტი არ მიმიცია, უბრალოდ ვთხოვე, რომ ეს ცარიელი ოთახი კომფორტულ საძინებლად ექცია და ღია ფერები გამოეყენებინა. გათვალისწინებულია ყველა დეტალი, რაც ჩემს დავალებაში იყო მოცემული და ოთახით საკმაოდ კარგად გამოიყურება. ნანო-ბანანა უმკლავდება არა მხოლოდ ცარიელ ოთახებს, არამედ უკვე ავეჯით დატვირთულსაც. როგორც ხედავთ, ამ მაგალითში მან საძინებელი გააცოცხლა და უფრო სახალისო გახადა. მოდი შევიტანოთ ოთახში პატარა კორექტირება და ყველასათვის ნაცნობი ნახატის Starry Night ჩამოვკიდოთ კედელზე. კონკრეტული ადგილი არ მიმითითებია. როგორც ხედავთ, ნანო ცოტათი გადაგვეყალა და კედლის მაგივრად ნახატი ნაწილობრივ ჰაერშია, თუმცა ჩემი შენიშვნის მერე ესეც მარტივად გამოსწორდა. ნანო-ბანანა არა მარტო ავეჯს აცოცხლებს, არამედ ოთახებსაც არემონტებს. როგორც ხედავთ, ძველ საძინებელზე ვთხოვე, რომ გადაეკეთებინა ბიჭის საძინებლად Pixar-ისა და Spider-Man-ის სტილში, რაც ჩემი აზრით 10-დანაცდა შეასრულა. თუ დააკვირდებით ოთახის სიდიდე და კონფიგურაცია, უცვლელი დარჩა, მხოლოდ ინტერიერი შეიცვალა, რაც რეალურად იყო მისი დავალებაც. აქ თქვენ ხედავთ დაზიანებულ ფოტოს, რომელიც Photoshop-ის საშუალებით აღდგა შემდეგნაირად. Photoshop-ის საშუალოდ მცოდნე ადამიანს დაახლოებით 1-დან 3 საათამდე დაჭირდებოდა იმისთვის, რომ ეს ფოტო აღედგინა. მოდი ვნახოთ, რა შედეგი მოგვცა ნანო-ბანანამ ზუსტად 7 წამში. როგორც ხედავთ, ჩავუკვდე ფოტო და უმარტივესი პრომპტი, ამას ნამდვილად 10-დანაც დავუწერ. მე გაცლებთ უფრო მომწონს ნანო-ბანანას აღდგენილი, ვიდრე Photoshop-ის ნამუშევარი. თქვენი აზრი გამიზიარეთ, რომელი უფრო მოგწონთ. ნანო არა მხოლოდ დაზიანებულ ფოტოებს აღადგენს, არამედ საოცრად ახერხებს შავ-თეთრი კადრების გაფერადებასაც. ჩემი დავალებისთვის ფერადი ფოტოები წინასწარ გავაშავ-თეთრე და ვთხოვე ხელსაწყოს მათი გაფერადება. ფერები და კონტრასტი იმდენად კარგად არის გარემოსთან შეხამებული, რომ ნანოს დაგენერირებული ფოტოები ბევრად უფრო მომეწონა, ვიდრე ფოტოების ორიგინალი. ნანო-ბანანას ასევე შეუძლია ნახატები და არარეალური ფოტოები აქციოს რეალურ საგნებად. შექმნას ფოტოებისგან გასაფერადებელი წიგნები და დაედითოს ფოტოები. ფოტოზე არსებული ინსტრუქციის მიხედვით. როგორც ამ ფოტოში ხედავთ, კონკრეტულ ადგილებზე მიუთითე შენობის რომელი ნაწილი რა ფერი უნდა ყოფილიყო. შედეგი ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, თან ტექსტებიც ძალიან კარგად წაშალა. დავალების შესრულებაში დავუწერ 10-დან 10, თუმცა ფოტოს ხარისხი საკმაოდ დაბალია, როგორც ხედავთ. ნანო-ბანანა ასევე საკმაოდ კარგად ართმევს 3D და იზომეტრიული მოდელების შექმნას თავს. მაგალითად, გამოვიყენე შემდეგი პრომპტი და მივეცი ჯერ სამეფო კარის თამაშების, შემდეგ კი ნარნიას რუკები.
საკმაოდ ლამაზად და რეალისტურად გამოიყურება შედეგი. ასევე ვთხოვე შეექმნა მშვიდობის ხიდისა და დღევანდელი საქართველოს ბანკის სათაო ოფისის იზომეტრიული მოდელები. მე პირადად ძალიან მომწონს შედეგი. თუ კი ვინმე მიყურებთ არქიტექტორი ან არქიტექტურის სტუდენტი, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, როგორ მოგეწონათ შედეგი, რამდენად კარგად გაართვა თავი ნანო-ბანანამ დავალებას. მარტივი, თუმცა გასაგები პრომპტებით შეგიძლიათ ნანოს ნებისმიერი დავალება მისცეთ. ის კი, როგორც ხედავთ, დავალებას უმეტეს შემთხვევაში იდეალურად ართმევს თავს. ChatGPT-სთან ან სხვა ფოტო AI ხელსაწყოებთან შედარებით მისი უპირატესობა არის სიზუსტე. იგი ძალიან სწორად აღიქვამს დავალებებს და სხვებთან შედარებით გაცილებით ძლიერია. განსაკუთრებული პლუსი ის არის, რომ ფოტოებს ისე აკორექტირებს, რომ სხვა დეტალებს არ ცვლის. მაგალითად, თუ კი ჩატს ვთხოვ წითელი ბოთლი მოაშოროს ფოტოდან, შეიძლება სურათი მთლიანად დამახინჯდეს. ნანო-ბანანა კი მსგავს დავალებებს იდეალურად ასრულებს და დანარჩენ დეტალებს ხელუხლებლად ტოვებს. სიჩქარითაც საკმაოდ გამოირჩევა, თუ კი სხვა ხელსაწყოებს სჭირდებათ დაახლოებით რაღაც 1-დან 4 წუთამდე ერთი ფოტოს დაგენერირებისთვის, ნანო-ბანანა საშუალოდ 7 წამში აგენერირებს, უსწრაფესად აგენერირებს ფოტოებს. ყველაზე კომპლექსური დავალებებისთვისაც კი 1 წუთზე მეტი არ დაჭირვებია ჯერჯერობით ჩემს შემთხვევაში. ბოლოს კი გიზიარებთ რამდენიმე ფაქტს ნანო-ბანანას შესახებ. ნანო-ბანანას გამოყენება შეგიძლიათ როგორც Gemini საიტზე, ასევე Google AI Studio-ში. Google AI Studio-ზე უკვე საუბრობ ჩემს პირველ ვიდეოში, თუ არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად გადადით და შეაფასეთ. ასევე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც მინდა რომ იცოდეთ, არის image ratio. ანუ როგორი ზომის ფოტოსაც აუტვირთავთ ნანო-ბანანას, ზუსტად იგივე სტილის ფოტოს გიბრუნებთ. ანუ თუ აუტვირთავთ 4:4-ზე ფოტოს, დაგიბრუნებთ აუცილებლად 4:4-ზე ფოტოს. თუ აუტვირთავთ 16:9-ზე ფოტოს და ეტყვით, რომ დამიგენერირე ფოტოსურათი 4:4-ზე, ამას ვერ გააკეთებს, დაგიბრუნებთ ისევ 16:9-ზე. ანუ ჯერჯერობით ზომებთან და პროპორციებთან თამაში არ გამოსდის, თუმცა ვფიქრობ, რომ ამას დაამატებენ აუცილებლად. მომდევნო ფაქტი, რაც მნიშვნელოვანია იცოდეთ, უკავშირდება პრომპტებს. თუ გსურთ უკვე გაგზავნილი დავალების რედაქტირება, შეგიძლიათ პირდაპირ ჩატში შესვალოთ პრომპტი edit-ის ღილაკზე დაჭერის შემდეგ. ასევე თუ კი ნანო-ბანანას მიერ დაგენერირებული ფოტო არ მოგეწონათ, შეგიძლიათ მარტივად დააჭიროთ ღილაკს rerun პრომპტის დაკოპირებისა და მისი თავიდან გაგზავნის გარეშე. იგი გაიმეორებს დავალებას და დაგიგენერირებთ სრულიად ახალ ფოტოსურათს. შემდეგი ფაქტიც არის პრომპტების შესახებ. ზოგადად AI-სთან მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის სწორი კომუნიკაცია, ანუ როგორ ვწერთ პრომპტებს. მარტო ნანო-ბანანას არ ეხება აბსოლუტურად ყველა AI პროდუქტს. რაც უფრო სწორად დაწერთ დავალებას და უფრო გარკვევით აუხსნით AI-ს თუ რა გჭირდებათ, რა თქმა უნდა, შედეგიც უკეთესი იქნება. ამ თემას სამომავლოდ ცალკე ვიდეოსაც მიუძღვნი, რომ უფრო ცვლად ვილაპარაკო პრომპტინგზე, თუმცა მანამდე გეტყვით, რომ Google-მა გამოუშვა ძალიან სასარგებლო გაიდლაინი, რომელიც დაგეხმარებათ ნანო-ბანანასთან სწორად კომუნიკაციაში. ძალიან ბევრი кейსი არის განხილული და ნამდვილად ღირს გადახედვა, სანამ უშუალოდ პროდუქტთან თამაშს დაიწყებთ. ლინკს, რა თქმა უნდა, აღწერაში დაგიტოვებთ. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ კი იცნობდით ამ პროდუქტს, იმედი მაქვს, რომ ამ ვიდეოს საშუალებით უფრო ახალი დეტალებიც აღმოაჩინეთ ნანო-ბანანაზე, ვისთვისაც კი ახალი პროდუქტი იყო, ძალიან მაინტერესებს, როგორ მოგეწონებათ ამ პროდუქტის გამოყენება და რამდენად დაიკავებს ნანო-ბანანა თქვენს ყოველდღიურობაში ადგილს. ძალიან დიდი მადლობა, რომ მიყურეთ. დროებით.